მადლი და მშვიდობა ძვირფასებოდა სრულიად საქართველო. დღეს კვირა დღეა, საღამოს 8 საათი და ჩვენ კვლავ ღვთის მადლით და თქვენის ნებართვით ერთად ვართ. საუბრობთ სულიერებაზე. სულიერებაზე ქრისტიანულ მართლმადიდებლური კუთხით. მადლობელი ვარ ჩემო ძვირფასებო, თქვენი გამოხმაურების, კეთილი შენიშვნების და იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ამჟღავნებთ ჩემი გადაცემის და ტელეკომპანია პლუსის მიმართ. მე დიდ მადლობას ვუხდი ასევე თვითონ ტელეკომპანიას, რომელმაც საშუალება მომცა თქვენთან საუბრის. ჩვენ ვიზეიმეთ ჯვართ ამაღლება. ვიზეიმეთ წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღე. აი ეს ორი ძალიან ლამაზი დღე იყო. მესამე კიდე არანაკლები, საბა ალავერდელის ხსენების დღე. ესე რომ აი ამ სამი ლამაზი დღესასწაულის გარემოცვაში გვიწევს ჩვენ ახლა საუბარი. მე როგორც ყოველთვის ჯერ დავიწყებ ერთი საგულისხმო ამბავის გადმოცემით. ერთ მონასტერში ორი ძმა ცხოვრობდა, ორი მონაზონი. სამწუხაროდ მათ შორის სულ დაუსრულებელი კამათი იყო და ხშირად ჩხუბშიც კი გადაიზრდებოდა ხოლმე და ამიტომ უმცროსი ძმა ეუბნებოდა ხოლმე, შემინდე ძმაო, შემინდე. მაგრამ უფროსი ძმა ძალიან ხისტი ხასიათით გამოირჩეოდა თურმე და ვერად ქმეინებდი მას, რომ ან მაპატიე, ან შემინდე. ხო და ერთხელაც აი მოხდა ესეთი ამბავი. უმცროსი ძმა გავიდა მონასტრიდან და აღარ გამოჩენილა. გავიდა ერთი დღე, არა ჩანს. გავიდა მეორე დღე, კიდევ არა ჩანს. მესამე, მეოთხე დღე, ერთი კვირა და აი უფროსი ძმა დადარდიანდა, დასევდიანდა. უნებურმა შიშმაც კი შეიპყრო. ნეტავ სად არის ჩემი ძმა, რამე ხო არ მოვიდა, რამე ხომ არ შეემთხვია. თუ ცოცხალია, ღმერთმა კეთილად შეგვახვედროს და თუ ცოცხალი არ არის, ესე იგი მე ვერ მოვასწარი მისთვის შენდობის და პატიების თხოვნა. აი ესე დამწუხრებული, დასევდიანებული და დადარდიანებული გაეშურა ძმის საძებნელად. სად აღარ იყო? მოიარა მთავარი, მოიარა უამრავი ხალხი, ყველას ეკითხებოდა, ჩემი ძმა ხომ არ სად გინახავთ? მაგრამ სამწუხაროდ არავინ არაფერი იცოდა. ის კი არა, ხალხი უკვე გაღიზიანდა ამდენი კითხვებისგან და ასე წარამარა ამ შეკითხვისგან და ამ უფროს ძმას ზოგი გვემდა კიდეც, ზოგი შეურაცხყოფდა კიდეც და გამდევნიდნენ ხოლმე თავისი საზოგადოებიდან. და აი მოხდა ესეთი რამ, რომ ვიდრე შეეკითხებოდა, ჩემი ძმა ხომ არ გინახავთო, ასეთი სიტყვა წარმოთქვა ჯერ. შემინდე ძმაო, შემინდე დაო, შემინდე ძმანო და დანო და მხოლოდ მერიღე ეკითხებოდა ძმის ადგილსამყოფელს. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძმა მაინც ვერსად იპოვა. რა გაეწყობოდა მაშინ გადაწყვიტა კვლავ მონასტერში დაბრუნებულიყო ამ უშედეგოძიების შემდეგ. დაბრუნდა მონასტერში და მიადგა დაცრემლიანებული, დანისლული თვალებით. დააკაკუნა მონასტრის კარიბჭეზე და მონასტრის კარი გაიღო.
შევიდა შიგნით და იცით რა გააკეთა. აი ვითომ თავისი ძმა იქ ეგულებოდა, ესეთი სიტყვებით შევიდა. შემინდე ჩემო ძმაო და ჰოის საოცრებავ. მოულოდნელად გაისმა ხმა. ღმერთმა შეგინდოს ჩემო ძმაო, მეც შემინდვია. და შენც შემინდე ჩემო ძვირფასო ძმაო. და ვისი ხმა იყო ეს? იმ უმცროსი ძმის, რომელსაც მთელი ამდენი ხნის განმავლობაში იგი ეძებდა. ხედავთ რა მოხდა ძვირფასებო. როგორ ასწავლა ღმერთმა შენდობის და პატიების თხოვნა უფროს ძმას. აბა შევხედოთ ჩვენ თავებს, რამდენი ჩვენთაგანია ასეთი, რომელსაც უჭირს იმის თქმა, რომ შევწოდე, მაპატიე და ასე შემდეგ. ფიქრობ, მრავალისთვის ძალიან ბევრი სასწაული გაკვეთილი იქნება ამ ორი ძმის ამბავი. და ახლა კი ჩვენ ჩვეულებრივ წავიკითხავთ გარდატეხის ასაკში ყოფ ყმაწვილის მიმართ დაწერილ წერილებს. აბა შენ ყოფილ ხარ გამომგონებელი. როდესაც საკუთარ თავს ვინმეს ადგილზე აყენებ, სულაც არ არის საჭირო ამ ადამიანის ცოდვილად ან წმინდანად წარმოდგენა. ამას ვაკეთებთ მხოლოდ მისი უკეთ გაგებისათვის. თუ მის ნაკლთა გადასინჯვას დავიწყებთ, ან მივაწერთ მისთვის არადამახასიათებელ იდეალურობას, მაშინ ჩვენ უბრალოდ ვერ გაუგებთ მას. ჩვენი საკუთარი მასზე შეხედულება და წარმოსახვა გაგიუფერულებს და დაგვიბნელებს ადამიანის ჭეშმარიტ არსებას. ერთხელ კიდევ ვიმეორებ. ზედმეტი არაფრის მოგონება არ არის საჭირო. შენ არ გჭირდება დედის ადგილზე დგომა იმისათვის, რომ საკუთარი ნაკლი შეიცნო. შეიძლება უბრალოდ ყური უგდო იმას თუ რას ამბობს ის ამაზე. ნუ უგულებელს ყოფ მის სიტყვებს და მათ მიმართ ნუ განეწყობი წინასწარ, არამედ ყურადღებით ისმინე მისი შენიშვნები და მხოლოდ მაშინ მოისმენ საკუთარ უძლურებათა რეალურ შეფასებას. დედა შენი სრულიად საღად მსჯელობს შენზე. მას მთელი გულით უყვარხარ და შენს ნაკლზე ისევ შენი სარგებლობისათვის საუბრობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნაკლი მრავალ პრობლემას შეგიქმნის მომავალში. დედა შენს არ ამძიმებს მისი დათმენა, მაგრამ სხვები ნაკლებად მოგითმენენ და ასაკის მომატებას მაშინ შეიგრძნობ, რაც უფრო მეტად დარწმუნდები ამაში. დედა ამ ნაკლზე მიგითითებს იმ მიზეზით, რომ ვიდრე გვიანი არ არის, გამოასწორო. ამით გამოისწორებს საკუთარ ცხოვრებას მომავალში. დედა შენმა დახმარებისთვის მე, როგორც მის სულიერ მოძღვარს მომმართა. მას სურს, რომ მეც მიგითითო შენი ნაკლი, დაგეხმარო მათ გამოსწორებაში. ის ფიქრობს, რომ თუ მე ვარ მისთვის ავტორიტეტი, აუცილებლად შენთვის უნდა ვიყო იგივე. რა თქმა უნდა, რომ ის ცდება. შენ ძლივს მიცნობ მე და უცნაურიც იქნებოდა, რომ ჩემ აზრებს შენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონოდა. არც ერთ შემთხვევაში მე ამისკენ არ ვისწრაფი, მაგრამ სასარგებლო რომ ვიყო შენთვის ამის სურვილი კი ნამდვილად მაქვს. მღვდელი ადამიანისთვის მხოლოდ მაშინ ხდება სულიერ მოძღვრად, როცა ის ამას თვითონ აირჩევს. შენ თვლი, რომ სულიერი მოძღვარი ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, მაგრამ ეს არ არის ასე. პირიქით, სულიერი მოძღვარი შეეწევა ადამიანს იმის მოპოვებაში, რასაც ქვია ჭეშმარიტი თავისუფლება. ეს იყო მოძღვრის მიწერილი წერილი. ახლა გაგაცნობთ რა უპასუხა მოზარდმა. ვინ და აი სულიერი მოძღვარი ნამდვილად არ ამჭირდება.
თითოეული ადამიანი დამოუკიდებლად უნდა ღებულობდეს გადაწყვეტილებას იმისა თუ როგორ იცხოვროს. თითოეული თავად არის საკუთარი ბედნიერების მჭედელი. თქვენ წერთ, რომ სულიერ მწყემს მიყავს ადამიანი ჭეშმარიტ თავისუფლებამდე. ესე იგი, სულიერი მოძღვრის გარეშე ადამიანი ფიქრობს, რომ თავისუფალია, მაგრამ ამასთანავე ეპარება, რომ ნამდვილი თავისუფლება არც კი უნახავს. უხსენებელი ქვეწარმავალის ბადეში ფართხალებს, არადა ფიქრობს, რომ ცხოვრების დინებას მიყვება. მე სწორად გაგიგეთ? დგება საკითხი, რა არის ჭეშმარიტი თავისუფლება? მრავალი ადამიანისთვის და თუ არ ვცდები უმეტესობისთვისაც იმაში მდგომარეობს, რომ იცხოვროს სურვილის და მიხედვით და არა როგორც უთითებენ. მუდმივად ხომ ვიღაცა უთითებს ადამიანს იმის თაობაზე თუ როგორ იცხოვროს. თავიდან მშობლები, შემდეგ უფროსები და სახელმწიფო. გიწევს მენა და შესრულება ამ მითითებებისა, იმიტომ რომ ადამიანი მუდმივად არის ვინმეზე დამოკიდებული. მშობლებზე, უფროსებზე, მთავრებზე, ხელისუფლებაზე და ვის მოეწონება ეს? გამაგებინეთ, რატომ არის ადამიანი ვალდებული ისმინოს ყველასი და შეასრულოს მათი მოთხოვნილებანი? ამბობენ, რათა საზოგადოება და სახელმწიფო არ დაირღვეს, მაგრამ რა ხელი აქვს მათთან ადამიანს? ისინი არსებობდნენ, მანამდეც დაიარსებებენ სულ. ადამიანს საკუთარი გონები და სურვილით ცხოვრება სურს. და ამისთვის კი რა არის საჭირო? ფული და ხელისუფლება. თუ გააქვს ისინი, იცხოვრებ როგორც გაგეხარდება და არა ისე როგორც შენინების საწინააღმდეგოდ გაიძულებენ სხვები. ამიტომ ისწრაფვიან ადამიანების სიმდიდრისა და ხელისუფლებისაკენ, რათა არავინ ბრძანებლობდეს მათ, არამედ პირიქით თვითონ ბრძანებლობდნენ სხვებს. როგორც მე აღვიქვამ დაახლოებით ასე წარმომიდგენია მიწიერ ცხოვრებაში თავისუფლება, მაგრამ თქვენი სიტყვით არსებობს სხვა ჭეშმარიტი თავისუფლება. ეს მხოლოდ ღმერთთან ერთად. და რა შევლინდება კონკრეტულად? აი მაგალითად, მე სრულიად დამოკიდებული ვარ დედაჩემზე. კი ბატონო, მან შობა, სრდის, მაჭმევს, მასმევს და ჯიბის ფულს მაძლევს. ფაქტია, რომ სრულიად ვარ მის შენახვაზე დამოკიდებული და მიუხედავად იმისა, რომ ვჯანყდები, მისგან თავის დახსნა მაინც არ შემიძლია. ჯერ მისგან ვარ მატერიალურად დამოკიდებული. ხოლო თუ არა, მაშინ მთელი ჩემი ბუნტი მხოლოდ სიტყვიერი იქნება და საქმით მისგან ვერასოდეს დავაღწევ თავს. სიცივით და შიმშილით მოვკვდები და უმაღლეს განათლებას ვერ მივიღებ და კარგ პროფესიასაც ვერასოდეს შევიძენ. შესაბამისად არც არანაირი პერსპექტივა მექნება მომავალში. ამიტომ უახლოეს წლებში როგორ ვემონებოდი მას, ისევე დავჩები ასევე. შემდეგ სიკვდილამდე სახელმწიფოს და მთავრების მონობაში უნდა ვიყო, რომლებიც თავის მხრივ როგორც საბავშვო ბაღის აღმდგენლები, ასე ვთქვათ, ჯგუფიდან არც მარცხნივ და არც მარჯვნივ ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ მომცემენ. დავაშავებ რაიმეს, მაშინვე კუთხეში დამაყენებენ. ჩემი მონური მდგომარეობით როგორ ვიქნები ღმერთთან ერთად თავისუფალი, გთხოვთ განმიმარტოთ, რადგან არ დადის ჩემამდე და რა გავაკეთო? აი ჩემო ძვირფასებო, აქ შევწყვეტ მე წერილის კითხვას, რადგან დროში შეზღუდული ვარ და კვლავ გაგაცნობთ შემდეგ მუხლს ეფრემ ასურის ფსალმუნიდან, რომელიც მე ვთარგმნე თქვენთვის. ნეტარ არს კაცი, რომელმან სიწმინდე სულისა, ვითარცა ნათელი ესრეთ შეიყვაროს, ხორციცათვისი ბილწებისაგან ბოროტისვა უცხო ჰყოს და ესრეთ დაიმარხოს თავითვისი წინაშე უფლისა თვისისა. და დაპირებისამებრ კვლავ ვაგრძელებთ სახარების ლექსად კითხვას, აი ამ წიგნიდან დღეს წარმოგიდგენთ
მესამე სახარებას მეორე ვნახეთ წინა გადაცემაში. ეს სახარება ეძღვნება პეტრეს სიდედრის განკურნებას. მოყვასისა თანალმობა ღვთივსათნოა საქმე სრული. ამისათვის თვალწინ გაქვდეს მხსნელი შენი ჯვარს გაკრული. ზოგს არა აქვს პურის სარჩო, ზოგსაც სახლი თავზე ჭერი, ზოგს ძმის შური ბოღმა აღჩობს, ზოგი ცხარობს ძმით ძლიერით. სახლიც ქონდა, თავზე ჭერიც, ოჯახური სიტკბო სითბოც სვიმონ პეტრეს. სრულ სიხარულს არაფერი ეკლდა თითქოს, მიიწვია თვის ოჯახში. ქმნილებამ ამ თვის სიმხსნელი, ღმერთი იმას გაგიკეთებს, რასაც არ სთხოვ არცა ელი. და მივიდა მასთან სახლში ბრძენთა ბრძენი გონიერი, იხილა რომ ავადაყავს ოჯახის თავსა სიდედრი. გაანკურნა და მოაშორა, ხურვალება ძალზე მწველი, ქალიც ადგა ემსახურა კურნალს წრფელი გულით ხელით. ესმად ქრისტე სტუმრობს პეტრეს და მოყავდათ სარეცელით, ვის ნეული ხეიბარი, ვისაც ბრმა და კეთრის მსხვერპლი, ყველას მისცა სიმრთელე და გაუწოდა მხსნელი ხელი, ვინც ფიქრობდა მოთმინება, არის ჩემთვის ძალზე ძნელი. და როდესაც ირიჟრაჟა, გადიყარა მიწამ ბნელი, უდაბნოში განმარტოვდა ჰყო თავისად სამლოცველი, ავედრებდა მოდგმას ცოდვილს, ქრისტე მამას სულ თქმით ცრემლით, ჩვენც ვისწავლოთ ძმისთვის ლოცვით, ღვთივსათნო ვართ ვით სანთელი. ახლა კი კვლავ ჩემი წიგნებიდან წმინდათა საგალობელი და იესო. როგორც გითხარით, ჩემო ძვირფასებო, ვიზეიმეთ დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღე. საქართველო ვაზი არის, მკვიდრი მასში მის მტევანი, მტვირთველი არს მძიმე ჯვარის შუამდგომლობს ქეთევანი. თმენიც ზიდავს, რომ არ ქონდეს, გვიან იყოს თითს კბენანი, ღვთის მშობელთან ერთად გლოცავთ დიდმოწამე ქეთევანი. არასოდეს არ მოგშლოდეთ კეთილ საქმეთ არ წმენანი, შეწევნა კი სულ ქონოდეთ დიდმოწამე ქეთევანის. გითხრე გრძელოთ და ღმერთმა გიცოცხლოთ, საფიცრად ვინც ყავთ გულს ურჩევნია, ითხოვს ღმთისაგან და კვლავ რომ ითხოვოს, დედოფალს ვაქებთ დღეს პულქერიას. დაწყლულებულ წუთი სოფლით, ვინც ნუ გეშცემს და უამებს, შესთხოვს ჩვენთვის მარხვით ლოცვით ათონელი სილუანე. დავით მეფე აღგვიზარდა ოქროს ხანის დროინდელი, დღეს ჩვენ სულ თქმით გზას გვიკვალავს, გლოცავს ბრძენი ჭყონდიდელი. ვინც მოგმადლა ჩვენერს ჯვარი, ზიარება, აღსარება, გვახილვინოს ტკბილი ზღვარიც, გლოცავთ ღვთის ჯვართ ამაღლება. ვნების ცეცხლის ძლიოს ცრემლმა, მლოცველისა და წრფელისა, საბას ლოცვით გვიხსნას ღმერთმა, აბა ალა ვერდელისა. ჯვარსა შენსა და სამსჭვალთა, ცრემლით და სულთქმით მოიძიებსო, რათა ცხადყოს ვნება ისჩენი ჩვენთვის ჯვარცმულო ტკბილო იესო. წმინდა ელენე დედოფალზეა ძვირფასებო საუბარი. გოლგოთის ჯვარი ამიერ სოფლით მიცვალებულსა აღადგინებსო, აწ განუტევე მშვიდობით შენსა მონასა ტკბილო ქრისტე იესო. ეს გახლდათ ამბავი ჯვართ ამაღლების ისტორიიდან, როდესაც აღმოაჩინეს ეს ჯვარი, სამი ჯვარი იყო იქ და იმისთვის რომ გაეგოთ რომელი იყო უფლის ჯვარი, სამივე რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს და აი ამ ჯვარზე იყო საუბარი ზუსტად და მიცვალებულის აღდგინებაზე.
ერთ პატარა მომენტს კიდევ წაგიკითხავთ ანგელოზის წიგნიდან. ღვთაებრივი სიყვარულით შემოქმედმა სიცოცხლე მიანიჭა გონიერ არსებებს, რომლებიც შეიცნობენ და სიყვარულითვე უპასუხებენ მას. ამ სიყვარულის პირველი ნაყოფი ანგელოზთა დასი იყო. მათ ღმერთმა მრავალი ნიჭი უბოძა და ზეციურ სასუფეველში დაასახლა. მიუხედავად ამისა, როგორც ქმნილება, ანგელოზი არ არის სრულყოფილი. ასეთია მხოლოდ უფალი, ყოველი არსის შემოქმედი. და აი, ჩემო ძვირფასებო, აი ესეთი ლოცვით მე დავამთავრებ დღეს ჩემს გადაცემას. ხვავი, დოვლათი, ბარაქა მოგცეთ ღმერთმა ყველას ერთად, ყოვლადწმინდა გაკურთხევდეთ მარიამი, ქრისტეს დედა. გმადლობ, გლოცავ და მიყვარხარ საქართველო.